სახელითა მამისათა და ძისათა დასულისათა მისათა ჩვენთან აღსრულეთ. დღეს სახარებიდან წავიკითხეთ ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ წითელ ხაზად გასდევს, ოთხოში უნდა გასდევდეს ჩვენს ცხოვრებას, უფალი ბრძანებს, რომ ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი მტერია. და ვინც ჩემთან ერთად არ აგროვებს, იგი განაბნევს. ანუ საბჭო წერილში ბევრ ადგილზე არის ნახსენები ნელთფილობა. ეს იგი ნელთფილობა არის ყველაზე სახიფათო და ყველაზე საშიში, იმიტომ რომ ადამიანს გონია, რომ თუ ნელთფილია, რომ ის არ არის ცივი და არ არის ესე. ან უნდა იყოს ცხელი, ან უნდა იყოს ცივი, ესე უფალი ბრძანებს პირდაპირ სხვა ადგილას და დღეს კი ამბობს, რომ ვინც ჩემთან ერთად არ არის, ის ჩემი მტერია. ესე იგი არ შეიძლება ესე იგი იყოს რაღაც შუალედური მდგომარეობა. და ეს არჩევანი უნდა გავაკეთოთ ყველა. ვინც ჩემთან ერთად არ აგროვებს, იგი განაბნევს. მე ხშირად მიფიქრია, რა შეიძლება შევადაროთ ამ მდგომარეობას და რო წარმოიდგინოთ თანამედროვე ცხოვრებაში ესკალატორი, რომელიც მოძრაობს და რომელზეც რომ დადგები, თუ გაჩერებული ხარ, აუცილებლად წაგიღებს სადღაც. და თუ გინდა რომ არ წაგიღოს, აი წარმოიდგინეთ პირიქით მოძრავი ესკალატორი. რომ დგები, უნდა იმოძრაო, რომ გაასწრო ამ ესკალატორს, ღონე დაატანო, რომ გაასწრო და ახვიდე, მიხვიდე სადღაცა შენს მიზანთან. თუ ესე მოგიწია, და აი ცხოვრება კი ესეა ნამდვილად. გაჩერება არ შეიძლება. უნდა აგროვო უფალთან ერთად. თუ არ აგროვებ, მაშინ განაბნევ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სწავლება არის და ეს ალბათ თითოეულმა ჩვენთაგანმა თავის გულში, თავის თავში უნდა ჩაიხედოს, რას აკეთებს, აქტიურად რას აკეთებს იმისათვის, რომ იყოს უფალთან. თუ არ აკეთებ, მაშინ თუ ესე სხვათა შორის ცხოვრობ ნელთბილად, მაშინ წაგიღებს ეს დინება, აი დინარის საწინააღმდეგოდ გვიწევს ჩვენ ყოველთვის ცხოვრება და დინარის საწინააღმდეგოდ თუ გინდა რომ ჩვენ გავცუროთ, უნდა ღონივრად ვაქნიოთ ეს ხელები და უნდა ღონივრად გავცუროთ. თუ არა, დინარი წაგიღებს და გადაგვიწევს. აი ეს არის დღევანდელი სახარების სწავლება და დღეს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სწავლებაა დღევანდელ სახარებაში. ეს არის, რომ ნებისმიერი ცოდვა მიეტევება ადამიანს გარდა ერთისა. არსებობს ცოდვა, რომელიც ადამიანს არ მიეტევება არც აქ და არც იქ. ეს არის გმობა სულისაწმინდის. აი ძისა კაცისა გმობა მიეტევება უფალი ბრძანებს. აი სულიწმინდის გმობა არა, რას ნიშნავს? აი რა განსხვავებაა, ხო ძეძ ღმერთია და სულიწმინდაც ღმერთია. რას ნიშნავს სულიწმინდის გმობა? არ არის ადვილი ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ წმინდა მამები ამბობენ ესე. ვისაც ადამიანს არასოდეს არ მიეტევება, ეს არის ცოდვის მოუნანიებლობა. ესე იგი, ადამიანმა შეიძლება ნებისმიერი ცოდვა ჩაიდინოს, მოინანიოს და ღმერთი შეუნდობს. უნდა გჯეროდეს ამისი, რომ ღმერთი შეგვინდობს ჩვენ ცოდვას. მაგრამ თუ ჩვენ ცოდვას ჩავდივართ, თუნდაც უმნიშვნელო ცოდვა არ არსებობს. ცოდვა სწორედ ეს არის დღევანდელი სახარების სწავლება, რომ უფალთან ერთად თუ არ ხარ, მისი მტერი ხარ და აი თუ ცოდვას ჩადიხარ და ცდილობ ამ ცოდვის გამართლებას და ამბობ, რომ ეს ცოდვა იმიტომ ჩავიდინე, რომ აღარ უნდა გაგრძელო, არაფრის იმიტომ არა. ეს ცოდვა ჩაიდინე და უნდა მოინანიო. თუ მოინანიებ, ღმერთი გაპატიებს და თუ არ მოინანიებ, ღმერთი არ გაპატიებს არც აქ და არც იქ. აი ეს უნდა დავიმახსოვროთ ყველა. ეს ორი რამ, რაც დღეს ვახსენეთ, აი ეს რომ უფალთან ერთად თუ არა ვართ, მისი მტერი ვართ და ის რომ თუ ჩვენ ცოდვას არ ვინანიებთ და ვამართლებთ, არ გვეპატიება არავითარ შემთხვევაში. და თუ არ გვეპატიება, მაშინ ჩვენ ღმერთთან არა ვართ. ამიტომ ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს. ნებისმიერი ცოდვა, რომელსაც ჩავიდეთ, უნდა მოვინანიოთ და უნდა ვთქვათ, შეგვინდა უფალო, მოხდა ესე, ჩავიდინე, ცუდია, რა თქმა უნდა, მაგრამ შემინდა, მაშინ უფალი შეგინდობს. და თუ შენ ამბობ, რომ ეს ცოდვა მე სხვა გზა არ მქონდა, უნდა ჩამედინა აუცილებლად, აი მაშინ არ გმოიტევს. და მით უმეტეს თუ ამ ცოდვას არ არგო. ღმერთმა დაგლოცოთ, ჩვენთან არს ღმერთი.